ცნობისთვის, უცხოეთში სპექტაკლის დადგმა 1 წლით ადრე იგეგმება, რის შემდეგაც ფორმდება ხელშეკრულება, სადაც სპექტაკლის გამოშვების თვე და რიცხვიც მითითებულია. ინფორმაცია თითქოს დოი გაიქცა ჩინეთში სრული დეზინფორმაციაა. 1 წლის წინ ქონდა გაფორმებული კონტრაქტი, დგამს ალუბლის ბაღს. ახლა წავიდა კასტინგზე 7 დღით და ჩამოდის 8 მაისს. აგრეთვე, ახალი სეზონიდან სპექტაკლების დასადგმად უკვე მიპატიჟებულია უნგრეთში, იტალიასა და ინგლისში. არსად გაქცეულა და არსად წავიდა საცხოვრებლად. აქამდეც ასე იწვევდნენ, მიდიოდა, დგამდა და ბრუნდებოდა. ისევე როგორც რობერტ ტურუა, თემურ ჩხეიძე, აფთო ვარსიმაშვილი. ასე რომ დაუგდით. წერს მსახიობი გოგა გველესიანი სოციალურ ქსელში და ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას დავით დოიაშვილის ჩინეთში გადასახლების შესახებ.